მარნეულის მუნიციპალიტეტი, კერძოდ კი სოფელი წერაქვით წელს, ქართულ-პოლონური პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს ვან კავკასუს უმასპინძლებს. საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებაში უკვე მიმდინარეობს. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სამსახურის უფროსების შეკრიბა და მითითებებიც მისცა. მოგვიანებით გამგებელი პოლონეთიდან ჩამოსული სამუშაო ჯგუფის წევრებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ჩავიდა და მუშაობის პროცესს პირადად დააკვირდა. პროექტის ფარგლებში სოფელ წერაქვში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლის შენობა, სადაც ამჟამად სამუშაო ჯგუფის წევრები იმყოფებიან. კეთილ მოეწყო სკოლის სააბაზანო ოთახები და სხვა სველი წერტილები. ამ ეტაპზე უკვე შერჩეულია ადგილი, სადაც დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. გამგებელმა ქვემო ქართლისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ფესტივალზე მისვლისკენ მოუწოდა. აქ მიიღებენ მონაწილეობას დაახლოებით 20 ქვეყნის წარმომადგენლები, იქნებიან როგორც მოზამბიკიდან, ამერიკიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან მუსიკალური ჯგუფები. აიმართება ძალიან სასიამოვნო და კარგი მუსიკალური ფესტივალი. ამ ფესტივალთან დაკავშირებით ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ურთიერთთანადგომა გამოუცხადეთ მის ჩატარებას და საორგანიზაციო საკითხებში უწევთ ხელმძღვანელობას. ამავე დროს ვაკეთებთ გზას, ვცდილობთ გავაკეთოთ გზა აგერ ბოლოვდის გავუკეთეთ ძველი წერტილების სკოლას, დუშები გავუკეთეთ და კეთილი მოეწყობა ადგილობრივი ტერიტორია, უფრო მეტად გაკეთდა წყალი, სასმელი წყალი აქვს, გაკეთება გარე განათებები, ასე რომ ფესტივალი დიდ სარგებლობას მოუწევს თვითონ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღებს მონაწილეობას გაყიდის თავის ნაწარმში. აქ მოსული იქნებიან სხვადასხვა ფირმები, იქნებიან მოწვეულები, რომლებიც ანალოგიურად ივაჭრებენ თავიანთი ნაწარმით. ასე ვთქვათ, ეს ფესტივალი ერთი მხრივ იქნება ძალიან კარგი გასართობის საშუალება, მეორე მხრივ ხელი შეეწყობა რეგიონის განვითარებას და ამ კუთხის, ამ სოფლის განვითარებას მიმდინარე იმას. აქედან გამომდინარე მე მოუწოდებთ ყველა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ახალგაზრდებს მოვიდნენ ფესტივალზე, მიიღონ მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნო ფესტივალი იქნება, სასიამოვნო მოსასმენი. მრავალი ქვეყნის მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან საქართველოსთან და ჩვენი რაიონის, მარნეულის რაიონის ბენდი იქნება წარმოდგენილი, აქ მიიღებს მონაწილეობას. ასევე მინდა გითხრათ, რომ დახურვის დროს მთლიანად ჩვენი კოლექტივებით, ადგილობრივი კოლექტივებით გავახორციელებთ კონცერტის დახურვას, ანალოგიურად სასიამოვნო იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ ხალხების დამეგობრებას და მათ ურთიერთკავშირის შემდგომში. მე გამომჩნდა, რომ ამეღნიშნა, რომ ჩამოსულები არიან ჯგუფები როგორც აზერბაიჯანიდან, სასუნხეთიდან, აგერ შეგიძლიათ შეხედოთ შესანიშნავად, რომ მეგობრულად საუბრობენ, ერთად ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები ერთად ახორციელებენ, ემზადებიან ფესტივალისთვის და ასეთი ყოველგვარი ასეთი ღონისძიება ხელს უწყობს ერების დამეგობრებას. ძირითადად ამ ფესტივალის სახელწოდება ვან კავკას, ეს ემსახურება კავკასიელი ხალხის მეგობრობას, ურთიერთსიყვარულს, პატივისცემას და ჩვენს აი ვახორციელებთ და ვდგავთ ასეთ ნაბიჯებს. პოლონურ-ქართულ ერთობლივი პროექტია, დაფინანსება პირველივე მივიღეთ პოლონეთის კულტურის სამინისტროსგან და ქალაქ ვარშავას მერიისგან. საქართველოში მხარდაჭერა გვაქვს პრეზიდენტის და იმედია კულტურის სამინისტროსი. პროექტი არის საერთაშორისო, რომელშიც მონაწილეობს დაახლოებით 20 ქვეყნის წარმომადგენელი. არის მულტიდისციპლინარული, მულტიკულტურული ფესტივალი, რომელშიც გარდა მუსიკალური ნაწილისა იგეგმება ბევრი სხვადასხვა პატარა პროექტები, მაგალითად დოკუმენტური ფილმების გადაღება, ფოტოგალერეის შექმნა, ყოველდღიური ფესტივალის გაზეთის One Caucasus Daily-ის გამოცემა, ჟურნალისტური ვორქშოპები, მუსიკალური ვორქშოპები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, დასწრება თავისუფალია აბსოლუტურად. მეცაც გეტყვით, მარნეულიდან, სადახლოდან და წითელი ხიდიდან იქნება დანიშნული ავტობუსების ახალი რეისები, უფასო აბსოლუტურად. სურველებს შეუძლიათ ამოვიდნენ და ჩავიდნენ უფასოდ. აქვე დაესწრონ კონცერტებსაც უფასოდ და ისიამოვნონ, იმითი რასაც ჩვენ შევთავაზებთ. მუსიკალური ნაწილი ძირითადად ისე იგი სამუშაო დღეებში დაიწყება 20 საათზე და სავარაუდოდ გაგრძელდება 24 საათამდე, ანუ ღამის 12 საათამდე და ჩვენი ქალაქი, რომელსაც თქვენ ხედავთ აქ, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მისი მუშაობა დაიწყება 12 საათზე. ანუ აქ შეუძლიათ უკვე მოვიდნენ და გაეცნონ ამ ჩვენი პატარა პროგრამების
ფარგლებში რაც იქნება წარდგენილი, ანუ ეს ფოტოგალერეები, კინოები, ორი კინოდარბაზი გვეყოლება, ერთი მოძრავი. ანუ ბევრი საინტერესო ბავშვთა ზონაც გვაქვს ხათაშორის, ვაკეთებთ მაგასაც, ვისაც პატარა ბავშვები ყავს, ნუ შეეშინდებათ, ამოვიდნენ ბავშვებისთვისაც ბევრი საინტერესო რამ იქნება. და შაბათ-კვირას კონცერტები დაიწყება 20 საათზე. კი, ჩვენ გეგმავთ, რა თქმა უნდა, სპორტულ შეჯიბრებსაც გეგმავთ, ეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული განყოფილების დახმარებით, კლავჭიდში, ჭიდაობაში და ასე შემდეგ აკრობატიკაც იქნება რაღაც პრიზებსაც იმედია რომ რაღაცას ხელს გავწვდებით და მოგებულებს გავორიგებთ. სპორტული ღონისძიების გარდა, ისე იგი, სცენა იქნება ორი, ერთი ძირითადი და ერთი მეორე მუსიკალური ზონა, სადაც დაუშვათ ესე უფრო ცოტა დაბალი დონის ჯგუფები გამოვლენ, ან სურველები თუნდაც ვორქშოპებში ვინც მონაწილეობას მიიღებს, იმათაც აქვს საშუალება რომ მეორე სცენაზე გამოვიდნენ და ანახონ თავიანთი ნიჭი. ყველას გეპატიჟებით ვან კავკასუსზე. ეს ჩვენი ფესტივალია და იქნება მუდმივი. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და უფრო მასშტაბურიც გახდება.